ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს რას ეუნება სული ეკლესიებს. ძალიან საყურადღებო სიტყვა ილაპარაკა ჩვენმა ძმამ დათომ. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვეჩვევით ერთმანეთს. ჩვენ ხშირად პრეტენზიები გვიჩნდება ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ხშირად არ მოგწონს რაღაც. რაღაცას ვასამართლებთ, რაღაცას გამსჯით. იცით, ჩვენ ხშირად გვიჩნდება ერთმანეთის მიმართ პრეტენზია ხშირად სამართლიანიც. მე არ ვამბობ რომ პრეტენზია ხშირად უსამართლოა, მაგრამ გვავიწყდება ერთი რაღაც. რომ საჭე ვიღაცებს მიანდო ღმერთმა. თვითონ კი არ მიითვისეს ღმერთმა მიანდო. იყო ერთი კაცი და თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს. მოსეზე ვლაპარაკობ. რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა სადაგზავნიდა ღმერთი. თავიდან გადაწყვიტა როგორღაც დახმარებოდა ღმერთს, როცა ამის რესურსები ჰქონდა. ხო გახსოვთ? მოსე იყო ეგვიპტის ფარაონის ასულის ძე. მას ძალიან მარტივად შეეძლო დაეკავებია ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი თანამდებობა ამ ზესახელმწიფოს სტრუქტურაში. თუ ფარაონი არა, ის პრემიერ-მინისტრი მაინც შესაძლებელი იყო რომ გამხდარიყო. და ერთხელ მან გაიგო რომ ის თვითონ წარმოშობით იყო ებრაელი. ამის შესახებ გაიგო. და ერთხელ დაინახა თუ როგორ სჯიდა ერთ-ერთი ეგვიპტელი მოხელე ებრაელ მონას. და გადაწყვიტა დახმარებოდა და მოკლა ის ეგვიპტელი მოხელე, იცით ხო? და ამის გამო ის დევნილი გახდა. გაიქცა გარდაუვალ სასჯელს, გაიქცა გარდაუვალ სიკვდილს, იმიტომ რომ როგორც ყველა სახელმწიფოში, ეგვიპტეშიდაც იყო კანონები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ადამიანი ძალიან მკაცრად დასჯილიყო იმისთვის, თუ ეგვიპტის მოქალაქეს მოკლავდა ან დააზარალებდა. და მოსეს მოუხდა დევნილობაში ყოფნა, იცი. ის თავიდან გაიქცა, მთელი უდაბნო გაიარა, სიკვდილის ჩახედა თვალებში, მერე მოხვდა ჭასთან, სადაც მიდიანელი მღვდლის ითროს ქალიშვილები საქონელს ასმევდნენ წყალს და იქ ვიღაც ყაჩაღები მოვიდნენ, რათა გაეყარა ისინი კიდან და საქონელი წაერთმიათ მათთვის და მოსე ახლა მათ დაეხმარა. და ამ ქალიშვილებმა მიიწვიეს ეს კაცი მამამისის სახლში. მოხდა ისე რომ დარჩა ითროსთან და გახდა მისი მწყემსი. და საბოლოო ჯამში მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად, ციფორა შეირთო ცოლად და უბრალოდ მის ცხვრებს მწყემსამდა. ეს ეგვიპტის პრინცი გახდა მწყემსი. გადის წლები, გადის დაახლოებით 40 წელი და მეტი. და ეგვიპტის პრინცისგან უკვე არაფერი აღარ დარჩა. აღარ დარჩა მდიდრული ტანსაცმელი. აღარ დარჩა მისი განათლება, აღარ დარჩა მისი ლოგიკა, აღარ დარჩა მისი მედიდურობა, ეტიკეტი. იცით, ადამიანები, რომლებიც ცოტა მაღალ საფეხურებზე ადიან, უკვე ლექსიკა ჩნდება სხვანაირი. თუ ადრე ის ესე მოგესალმებოდა, ეხლა ცოტა სხვანაირად გესალმება და სხვანაირი საუბარი აქვს ჩვენ, რამე თუ რომელმან და ასე შემდეგ. და გაქრა ეს ყველაფერი მოსეს ცხოვრებიდან. კაცი 80 წლის დაახლოებით მოხუცი უკვე, დამსხვრეული მთლიანად. არაფერი აღარ არის მის ცხოვრებაში. ცხრის სუნი აზდის. ელემენტარული მწყემსია. იმაზე მეტი რაც ეგვიპტეში ქონდა გატარებული, მან გაატარა ცხვარში. და ერთ დღეს ხედავს, რომ მაყლოვანში ბუჩქი იწვის, მაგრამ არაფერი არ არის გასაოცარი იმაში, რომ მაყლოვანში ბუჩქებს ცეცხლი უკიდია, ეს ხშირად ხდება. სიცხისგან გამხმარ ბუჩქებს ცეცხლი ეკიდება, მაგრამ გასაოცარი რა იყო, იცი, ცეცხლი ეკიდა, მაგრამ ბუჩქი არ იწვოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ცეცხლი, ეკიდა ცეცხლი. ცეცხლი ჩანდა აშკარად, მაგრამ ბუჩქი არ იწვოდა თვითონ. ეს არ იყო ბუნებრივად, რომ გამანადგურებელი ცეცხლი. ამიტომ გადაწყვიტა მიახლოებოდა და ესმის ხმა, მოსე ფეხზე გაიხადე, რამე თუ ადგილი სადაც გეხარ წმინდა, გაიხადა ფეხზე, ვინ ხარ შენ უფალო? გავიგონეო ჩემი ერის ხმა უდაბნოში, მათმა გოდება მოაღწია ჩემამდე და მე გაგზავნი შენ ეგვიპტეში, რომ გამოიყვანო ჩემი ერი იქიდან. სიუნება უფალო,
ჯერ ერთი რო შემეკითხო ვინ გამოგაგზავნაო რა უთხრა ვინ ხარ წარმოდგენა არ მაქვს ღმერთი უხსნის ვინც არის ესეუნება მე ვარ რომელიც ვარ ეს სიტყვა არის კურთხეული სახელი მისი იახვე რომ დღეს ფიქრობენ რომ ეს სიტყვა ასე ხმოვანდებოდა არის სხვა ვერსიებიც მე ეს ვარ ღმერთი ეუნება ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობა არის არსი არსებული ყველაფრის არსი მე ვარ და მე გაგზავნე ღმერთო მე რატომ მოსეუნება ენაბლუ ვარ ლაპარაკი არ შემიძლია არაფერი არ მაგ არავინ არ ვარ თან ძებნილი ვარ მკვლელობისთვის სად მაგზავნე ღმერთი მე ჩემი სიტყვებით გეტყვით ახლა ზუსტად რომ მოგიყვეთ ყველაფერი ან წავიკითხო ძალიან დიდ დროს დავკარგავ და ამ თემას არ მინდა შევეხო უბრალოდ მინდა პატარა შესავალი გავაკეთო იმაზე რომ ხშირად ჩვენ ამ მდგომარეობაში ხვდებით ხოლმე ღმერთი ეუნება მე შენ კი არ მჭირდები მე მინდა რომ შენ მე წარმომადგინო იქ შენი სიბრძნე კი არ მჭირდება შენი გამოცდილება კი არ მჭირდება შენი ლოგიკურობა კი არ მჭირდება შენი რაღაცეები რაც კარგად გამოგდის ესენი საერთოდ არ მჭირდება შენ უბრალოდ უნდა მიხვიდე და შენ უნდა თქვა რომ მე გაგაგზავნე შენ იმიტომ რომ ეს ბრძოლა ჩვენ ერთი საგალობელი ბრძოლა შენია იცი რატო არ გაგზავნა ღმერთმა ისრაელი იერიხონის ასაღებად იარაღები იმიტომ რომ ღმერთი ამბობდა ამას თქვენ კი არ აწარმოებთ ბრძოლას ბრძოლა ჩემია თქვენ უბრალოდ გამტარები ხარ თქვენ სარკეებივით უნდა ამირეკლოთ მეტი არაფერი სხვა ეს ბრძოლა ჩემია ეს არ არის თქვენი ბრძოლა და იცით რომ ამ კაცის მეშვეობით ღმერთმა გადალახა ზესახელმწიფო სოფლიოს ერთ-ერთი იმპერია განვითარებული ცივილიზაცია თავიდან ფარაონი ხო იცი როგორ დაცინის შესაცოდაო სად მოხვედი და შენი ღმერთი და მე მელაპარაკები ამას იცით ნიშნები მოსემ რომ კვერთხი დააგდო დაბლა და გველებად იქცნენ აი ამ ფოკუსებით მაშინებ და იგივე გააკეთეს ზუსტად ფარაონის მოგვებმა გახსოვთ ეგვიპტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარე ნილოსი სისხლად იქცა ყველა შეშფოთდა მაგრამ იგივე გააკეთეს მოგვებმა ეს არაფერი არ არის საქმე გვაქვს მეგობრებო ოკულტურ სამყაროსთან ჩვენ მგონია რომ სასწაული რაღაცა სასწაულებს რო ვიღაცა განიკურნა უარესებსაც ნახავთ და იხილავთ ეს არ არის მთავარი მაგრამ იცით რომ საბოლოო ჯამში მოსეს მეშვეობით ამ უბრალო დამსხვრეული კაცის მეშვეობით უამრავი ნაკლით მოსე არ იყო ანგელოზე უამრავი ნაკლით ხშირად ადამიანები ვერ იგებდნენ ვინ რატო მოსე და რატო დათო არა და იცით ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი მოსეს ცხოვრებაში პრეტენზია გაუჩნდათ ესენი მის დაძმა იყვნენ მირიამი და არონი ისინი ერთხელ რა უნდა ვინ გონია თავის თავი განამარტო მაგას ელაპარაკება ღმერთი წეგან დათოც ამბობდა განამარტო მაგას ელაპარაკება ღმერთი ჩვენც ხო გველაპარაკება და დაწერილია რომ ორივე წინასწარმეტყველები იყვნენ მაგრამ ისინი თან ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ამ ხალხში კი არ ულაპარაკიათ ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და უფალი ეუნება მე ახლა სახალხოთ უნდა ვილაპარაკო ამაზე იმიტომ რომ თქვენ მოსეს კი არ ეხებთ თქვენ ჩემს არჩევანს ეხებთ და ხო არ გონიათ რომ თქვენი დახმარება მჭირდება არჩევანში ხო არ გონიათ რომ მე ვერ ვხედავ იცით რატო დაისაჯა ანანია და საფირა მე კი არავის ვაშინებ მეგობრებო მე ჩემ თავს ველაპარაკები ამას იმიტომ რომ როგორც დათომ თქვა ვიღაცა დგას ზემოთ და იმაზე ზემოთ კიდევ ვიღაცა მე ჩემ თავს ვასწავლი რომ ჩემ ზემოთ რო დგას ვიღაცა იმასთან დამოკიდებულებაში ვიყო სხვანაირი გასაგებია ზოგ სულიერობა ბევრი წერილის საკითხვა გონია ან რაღაცა ისეთი სულიერობა ღმერთის მოსმენა და გაგება არის ისე როგორც ღმერთი გვასწავლის და გვეუბნება ამიტომ ეუნება ღმერთი აზრი გავწყვიტე წეხან და ისევ დავბრუნდები ანანია და საფირა რისთვის დაისაჯნენ რომ ფული იმდენი არ მიიტანეს რამდენიც უნდა მიეტანათ ფულის საერთოდ არ იყო ლაპარაკი პირდაპირ ეუნება მოციქული პეტრე რომ განა გასაყიდით შენი არ იყო და გაყიდვის შენაძენით შენი არ იყო ვინ მოგთხოვა ვინ დაგავალა ვინ რა გითხრა შენ ხო არ გონია რომ ამით ვინმეს გააკვირვებ ღმერთმა შექმნა galaktikები სამყაროები შექმნა ღმერთმა და ჩემი ხუთი ლარი დაინტერესებს მას მაგრამ საინტერესო იცი იქ რა იყო ანანიამ და საფირამ ჩათვალეს რომ ღმერთი ვერ გაიგებს
ანანიამ და საფირამ ჩათვალეს, რომ ღმერთი ვერ ხედავს. ამიტომ ეს შემიძლია ვთქვა კიდეც, გავაკეთო კიდეც, მოვიმოქმედო კიდეც და როგორც მინდა. ამიტომ იყო. ზუსტად ეს უთხრა ღმერთმა აარონს და მირიამს. ხომ არ გონიათ, რომ ჩემზე კარგად იცნობთ მოსეს? ხომ არ გონიათ და თუ მე მოსესთან რამე მაქვს სათქმელი, შენი დახმარება არ დამჭირდება ამაში. და თუ დამჭირდება კიდეც გეტყვი და მოგანდობთ კიდეც. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ღმერთი იყენებდა, რომ ვიღაცეები გამოეშკარებებია. გახსოვთ ასეთი წინასწარმეტყველი? აბა ვის გახსოვთ? დავითის ცხოვრებაში ვინ იყო რომ მივიდა? ნათანი. და რა უთხრა? ღმერთმა გაგზავნა. იმიტომ რომ იცი ღმერთმა გაგზავნა და უთხრა, მიდი და უთხარი ასე, მივიდა და უთხრა. და აარონი და მირიამი არ გაუგზავნია ღმერთს. მათ თვითონ გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ღმერთს. ხშირად მე შეიძლება მოვიქცე ასე. ამიტომ მოდი ფრთხილად ვიყოთ მეგობრებო. რა კარგია მოსე და ამაღლებულ მთაზე დგას ხელები და ლოცულობ. ჩვენ კიდე აქ სისხლით და ვიბრძვით, რა კარგია, მაგრამ ორი ადამიანი იყო, ვინც უყურებდა, რომ როცა მოსეს ხელები ქონდა აპყრობილი, ისრაელი იმარჯვებდა. როგორც კი ხელები დაეღალა, იცი რამდენხან ისე შეგიძლია ხელები აწეული დაიჭირო, იცი ხშირად ხელები გიბუჟდება, ვეღარ უკვე მე როგორღაც მე მქონია ხოლმე ხშირად ესე დამიჭერია ხოლმე ხელი, რომ მეთქი აი ხელები რომ ვეღარ შეგიძლია ხელი კონდეს აღმართული. ეხლებოდა მოსეს ხელები და ჩამოწევდა ხელებს, დააკვირდნენ რომ როგორც კი მოსემ ხელები ჩამოსწია, ისრაელი დამარცხებას იწყებდა. ამიტომ ამათმა დაყარეს იარაღი, მიხვდნენ რომ ყველაზე მეტი ბრძოლა ხმლის ქნევა კი არ იყო. ყველაზე მეტი ბრძოლა ის იყო რომ მოსეს შეძლებოდა გახსნილი ზეცა დაეჭირა. ყველაზე მეტი ბრძოლა იყო ის რომ მოსეს ხელები და მივიდნენ და ხელები დაუჭირეს. ხელები დაუჭირეს, ოღონდ შენი დექი აქ. ჩვენ გავიმარჯვებთ. სამწუხაროდ მე ხშირად სამწუხაროდ, იმიტომ რომ იდეალური ადამიანები არ არსებობდნენ. მე ხშირად ხელები კი არ დამიჭერია, ხშირად ის ხელები ჩამომიყრია. ხშირად ჩვენ გამოგვდის ეს მეგობრებო, და რატომ პრეტენზია გვიჩნდება სამართლიანი? და გამოგვდის ეს, რომ ხელები ღმერთო, აი ხშირი რო ღმერთო ნეტასულ არ ყოფილიყო. ღმერთო არ ვიცი თქვენ გქონია თუ არა ამასთან შეხება, მე მქონია. და მე ვიცი რომ ჩემს ზემოთ მდგომსაც ქონია. ჩემგან ქონია. ამიტომ სანამდე გვიანი არ არის, სულიერობანას თამაშს მოდი თავი დავანებოთ. და არის ერთი კარგი სიტყვა, მონანიება. მონანიება მობრუნებას ნიშნავს. მონანიება განიარაღებას ნიშნავს. ღმერთო, როგორც ჩვენ მეტყვი, მე იმ გზის წამოვალ. იცი არის ხოლმე ხშირად პირობებით მე კი გავაკეთებ, მაგრამ ესე უნდა მომექცნენ მე. ეს შენი პირობებია. ღმერთს ნუ დაუდე პირობებს. ღმერთო როგორც მეტყვი, ისე გავაკეთებ. როგორც მეტყვი იმ გზით გამოყვები, საითაც მეტყვი იქით წამიყვარ, რა სიტუაციაშიდაც მეტყვი, იქ გამოყვები. სამწუხაროდ ხშირად ჩვენი წარმოსახვები, ჩემო ძვირფასებო, მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ. იყვნენ ასეთი ადამიანები, ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც ღმერთსაც კი ეკამათებოდნენ. ერთ-ერთი ესაია იყო, როცა ღმერთმა უთხრა, რომ წასულიყო და წარმართებთან ერთად ეჭამა პასექი, ესაია უნდა რას მელაპარაკები? რას მელაპარაკები? მე იქ და შენ მეუბნები მაგას? როგორ ღმერთო? უწმინდურებთან წავიდე და იცით მე შედეგიც რაც იყო, აღარ გავიმეორებ. გავიხსენოთ ანანია, რომელსაც ღმერთი აგზავნის პავლესთან. ანანია იცის ვინც ელაპარაკება, იცის რომ ეს ყოვლის შემძლე ღმერთია, იმიტომ რომ როცა მოუხმო ღმერთმა, მან უთხრა აქ ვარ უფალო. გეუნევა ღმერთი წადი ეხლა პირდაპირად წოდებულ ქუჩაზე. მიდი ვინმე სიმონის სახლში და იქ ნახავ სახელად, კაც სახელად საულეს, რომელმაც ნახა ხილვა, რომ ანანია მივიდა მასთან ხელი დაადო, რომ მისი თვალები ახელილიყო. ანანია უნდა სად მაგზავნი უფალო? რას მელაპარაკები? შენ ღმერთო რაღაცა გეშლება ეხლა. ეგ მკვლელია და თუ ჩემი მოკლა გინდა რაღა იქ მაგზავნი. არ ვიცი, თქვენ ეს არ მოგსვლიათ არასდროს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხშირად მომსვლია.
ჩვენ ადამიანები ხშირად ლოცულობთ ღმერთო, როგორც შენ მეტყვი, ისე გავაკეთებ და მე მივდივართ იმის საპირისპირო, რასაც ლოცულობ. იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა ერთგულებაზე, გვაქვს ჩვენი წარმოდგენა მსახურებაზე, გვაქვს ჩვენი სტრუქტურა, გვაქვს ჩვენი შეხედულებები, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას. ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას. ასე რომ მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, სანამდე გავაგრძელებთ სიტყვას და მოდი ვეცადოთ, ვიყოთ ძალიან ფაქიზები ღმერთთან დამოკიდებულებაში და მოდი ვეცადოთ, ვიყოთ ძალიან ფრთხილები ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. ასე რომ დიდება უფალს. კარგით, მოდი გადავერთვები და მე მინდა მეორე საკითხს და ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხო დღეს. მე დღეს მინდა ვილაპარაკო ერთ კარგ სიტყვაზე, ერთ კარგ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია და მინდა ყურადღებით გამომყვეთ და მომისმინოთ, მინდა რომ ეს სიტყვა გადასცეთ, გავრცელდეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იოანეს სახარებაში კი არის ლაპარაკი, როცა ქრისტე ამბობს, რომ გამოიძიეთ წერილები, ვინაიდან ისინი თქვენ გონიათ, რომ მათში საუკუნო სიცოცხლე გაქვთ, ისინი კი ჩემზე მოწმობენო, სამწუხარო ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ბიბლიას, კი არ ვიკვლევთ. გამოკვლევასა და წაკითხვა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა კი სხვაობა არის. მე წაკითხული მაქვს მაინრიდი, წაკითხული მაქვს ბავშვობაში ჟიულ ვერნი, წაკითხული მაქვს ძალიან ბევრი რომანი, მაგრამ არ გამომიკვლებია ისინი. მაგრამ გამოკვლევა სხვა რამეა. როცა იღებ და იწყებ, რას ნიშნავს ეს სიტყვა, რატო ნიშნავს ეს სიტყვა, საიდან მოდის ეს სიტყვა, რისი თქმა უნდა ამით ჩემთვის ღმერთს და მიდიხარ დასკვნამდე. და გაქვს განცხადება შენ ცხოვრებაში და ამბობს ასე ამბობს უფალი. მე დღეს მინდა ვილაპარაკო ზუსტად რეფორმაციაზე და გითხრა, ბევრმა არც კი იცის რა არის ეს სიტყვა, რას ნიშნავს ეს სიტყვა. მაგალითად თუ არსებობს რეფორმაცია, ეს ნიშნავს რომ არსებობდა დეფორმაცია. ეს ორივე ლათინური სიტყვა არის. სიტყვა დეფორმა ნიშნავს ფორმის შეცვლას, რაღაცის დამახინჯებას, რაღაცის ფორმის შეცვლას, ხოლო რეფორმა ნიშნავს იმის ისევ დაბრუნებას თავის ფორმაზე. გასაგებია? ანუ იმის განახლებას ნიშნავს და თავის ფორმაზე დაბრუნებას ნიშნავს. სამწუხაროდ და ამას დღეს ვერავინ ვერ ემალება და ამას დღეს ვერავინ ვერ ამბობს, თუმცა არიან ჯიუტი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი დეფორმაცია არ ყოფილა, მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ იყო სერიოზული დეფორმაცია იყო. ძალიან სერიოზული დეფორმაცია იყო. სამწუხაროდ ქრისტიანულ სამყაროში ხშირად მღვდლები კითხულობდნენ ლოცვებს და წმინდა წერილს იმ ენაზე, რომელ ენაზეც არავინ აღარ ლაპარაკობდა. მაგალითად, ძალიან ხშირად ვიყენებთ სიტყვა სასუფეველი. მოდი ავიღოთ მამაო ჩვენოს ლოცვა. მამაო ჩვენო, რომელი ხართ სათაშინა, ვინ ლაპარაკობს დღეს ამ ენაზე? თქვენ როგორ ამბობთ ხოლმე, სახლსა შინა ვიყავი, ასე ამბობთ ხოლმე? სად მიდიხარ, ოჯახსა შინა? რატო არ ლაპარაკობთ ამ ენაზე? იმიტომ რომ ეს უკვე დაძველებული, მოძველებული სტრუქტურაა ქართული ენის. ამ ენაზე დღეს არავინ აღარ ლაპარაკობს. მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვინ მეტყვით რა არის სიტყვა თანანადებნი? რაღაც ვალდებულებები რო დაიკისრე და აიღე და ვერ შეასრულე. ამაზეა ლაპარაკი. გასაგებია? მაგრამ ამ ენაზე დღეს დამიბრუნე ჩემი თანანადებნი მეგობარო. ამ ენაზე ლაპარაკობ? არ ლაპარაკობ. აპარატով ლაპარაკობთ ეკლესიაში. ხო შეიძლება ითქვას, რომ მოვიდეს მეფობა შენი, როგორც ზეცაშია, ისე ამ ქვეყანაზე. ამ ენაზე დღეს არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს კიდე არა უშავს, ეს ქართული მაინც არის. იყო ლათინური ენა, რომის იმპერიის ოფიციალური ენა, რომელიც მოკვდა, მასე არავინ აღარ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ეროვნული ენები წარმოიშვა რომის იმპერიიდან, წარმოიშვა გერმანული, იტალიური, რა ვიცი, რუმინული, ესპანური და ასე შემდეგ და ინგლისური და ლათინური ენა გაქრა, ამ ენაზე არავინ არ ლაპარაკობდა, მაგრამ სამწუხაროდ ეკლესიას ჰქონდა სტანდარტი. ბიბლია იყო ლათინურ ენაზე, ვულგატა. მესამე საუკუნეში ნათარგმნი და შუა საუკუნეებში მღვდლები ხშირად კითხულობდნენ, ან ბანი იცოდნენ, კითხულობდნენ, მაგრამ რა ეწერა იქ საერთოდ არ იცოდნენ. რას ლოცულობდნენ და რას კითხულობდნენ, ამის წარმოდგენა არ ჰქონდათ. და მან გამოიწვია დეფორმაცია. იცით, ერთხელ გაჩნდა ესეთი, ეს იყო 1517 წელს, ერთ-ერთმა დომინიკელმა ბერმა, ბერი იყო, დომინიკელი ბერი იყო, დომინიკელთა ორდენის წევრი, მარტინ ლუთერმა, მან ერთ-ერთი ლოცვის დროს ის განიცდიდა ძალიან დიდ სულიერ კრიზისს, მინდა რომ იცოდეთ. მას ძალიან აწუხებდა თავისი წარსული, თავისი ცოდვა.
მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის კიბეები მუხლებზე მდგომს აევლო, იქნებ როგორმე დავიმსახურო ცოდვების პატიება. ეკლესია მივიდა დოქტრინამდე, აი ამ დეფორმაციის შედეგად იყო მისული დოქტრინა, ცხონებას დამსახურება ჭირდებოდა. ეს უნდა დაგემსახურებინა. ამ დიდი შესაწირავებით. არსებობდა ასეთი ტერმინი ინდულგენცია. იცით რას ნიშნავს ტერმინი ინდულგენცია? ეს ნიშნავდა, რომ ეკლესია მაძლევდა მე ცხონების სიგელს, რომ მე გადარჩენილი ვარ. სხვადასხვა ამას ედო საფუძველი წმინდა წერილიდან ხო გახსოვთ პეტრეს უთხრა ღმერთმა, რომ მე გაძლევო შენ ზეცისა და ჯოჯოხეთის გასაღებებს. ვისაც მიუტევებ, მიეტევება, ვისაც დაუკავებ, დაეკავება. რა მაგა, ესე იგი ჩვენ მოგცა ღმერთმა და მე შემიძლია მიუტევო და მე შემიძლია გავცე სიგელი და ვთქვა, რომ მას მიეტევა. აქ ძალიან ბეწვის ხიძზე არის გავლა საჭირო. აბა რატო თქვა ეს ქრისტე? მიცი რატო თქვა? ჩვენ მოგცა ღმერთმა უნარი იმისა, რომ დავინახოთ ადამიანში რწმენა. წერია პავლე მოციქულმა, რომ ეფესოში დავრდომილი განკურნა, ხო გახსოვთ? დაინახაო პავლე მისი რწმენა. როგორ დაინახა პავლე მისი რწმენა? მის მოქმედებებში. გასაგებია? ანდა როგორ უთხრა იესომ მარიამ მაგდალინელს, რომ მოგეტევა შენი, ბევრი გაბრაზდნენ, როგორ? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება? რატომ მიეტევა მარიამს? იცი მის მოქმედებებში ჩანდა, რომ მიეტევა. და რატომ? იმიტომ რომ წავიდა, მოიტანა ნელსაცხებელი, გატეხა ფეხებზე და ასხა თმებით უმშრალებდა, ფეხებს უკოცნიდა და იქ იყო ერთი კაცი თეოლოგი, მოძღვარი, რაბინი, სიმონი, რომელიც ეს რო წინასწარმეტყველი იყოს, არ შეეხებოდა ამ რუშს, არ მისცემდა მას უფლებას რომ შეეხება. გახსოვთ ფილმში ჩანს კარგად, როცა ქრისტემ უთხრა, ვიცი ვინ არის ეს კაცი? რა შეცვა? საიდან გაიგო? შენ სახში მოვედი, შენ ხელიც არ ჩავამართვი. ეს რაც აქ მოვიდა, ფეხებზე კოცნა არ შეუწყვეტია. შენ ზეთი თავზე არ მცხე, ამან ფეხებზე მცხო. შენ ხელებიც არ დამაბანინე, მაგან თავისი ცრემლებით დამბანა ფეხები. ეს კი მოწმობს, რომ მან ძლიერ შეიყვარა და რაღაც შეიყვარა, მას მიეტევა. იცი, ღმერთმა ჩვენ მოგცა დავინახოთ ადამიანებში მონანიება და დავინახოთ მოუნანიებლობაც. მონანიება სიტყვები არ არის. არც მადლობა არ არის სიტყვები. იცი, უთქვავთ ადამიანს მადლობა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს მადლობა არ იყო. ასე რომ ღმერთმა გასაღების მოცემა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა არ მოგიტევებ. ანდა ვიღაცას მიუტევებ. ამათმა ესე ჩათვალეს. და დაიწყეს ინდულგენციების გაყიდვა, თქვენს, რომ თუ თანხას გადაიხდით, ჩვენ გავცემთ სიგელს, რომ შენ მოგეტევა ცოდვები. ერთხელ იგივე მარტინ ლუთერი მივიდა ერთ-ერთ ღვთისმსახურთან, რომელიც ინდულგენციებს ყიდდა, ამ ინდულგენციებთ მე ცდილობდნენ ჯვაროსნული ლაშქრობების დაფინანსებას და უთხრა, მინდა ჯოჯოხეთი ვიყიდო. ასეთი ინდულგენცია არ გაცემულა არასდროს. და უნდათ რომ ეთქვათ, რომ ნუ ეს არ შეიძლებაო, მაგრამ ისეთი თანხა შესთავაზა, იმდენად დიდი თანხა შესთავაზა, რომ მაცდუნებელი იყო ძალიან. და მღვდელი დათანხმა, უთხრა, კი ბატონო, დაუწერა სიგელი, რომ ჯოჯოხეთი იყიდა. გამოვიდა და ხალხო აღარ იყიდოთ ინდულგენციები, ჯოჯოხეთში მაინც ვეღარ მოხვდებითო. ჩემია ჯოჯოხეთი, არ შეგიჩვევთ, არც ეცი. ესეთი კურიოზები ბევრი იყო. მეგობრებო, რატო დავიწყე ახლა ამის ლაპარაკი? მე მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის რეფორმაცია, რა იყო რეფორმაცია. იცით, სამწუხაროდ საქართველოს ისტორიაში, მე-9 კლასის ისტორიის წიგნში თუ არ ვწდები, რეფორმაცია, პროტესტანტიზმი, როგორც სოციალური რევოლუციაა განხილული. სხვათა შორის ეს ასე არის, განა არ არის ასე. რეფორმაციას და პროტესტანტიზმს მოყვა ევროპის გარდასახვა. ევროპა როგორიც არის დღეს, როცა მე შვეიცარიაში ვცხოვრობდი, რა ვნახე, ბევრი ამბობს, მე გერმანია, ეს არის შედეგი რეფორმაციის, ეს გარდასახვა, ეს გარდაქმნა მოიტანა რეფორმა, მაგრამ ეს არ ყოფილა სოციალური რევოლუცია. ეს არ ყოფილა რაღაცა, სხვათა შორის სიტყვას პროტესტანტიზმს განიხილავენ რაღაცასთან დაპირისპირებას, რაღაცის პროტესტს. როგორც ეხან გითხარით, რასა პროტესტებ, ძალიან ბევრი ამბობ. არა და შეგიძლიათ მოძებნოთ, მე მოვძებნე ეს სიტყვა და წაგიკითხავთ, ნახეთ. ლათინური ზმნა, საიდანაც მომდინარეობს სიტყვა პროტესტი, არის პროტესტორ ქართულად.
ლათინურში ამ სიტყვას ძირითადი შემდეგი მნიშვნელობა ჰქონდა. საჯარო დადასტურება, მოწმობა, განცხადება. სიტყვა შედგება ორი ნაწილისაგან. პრო, რაც ნიშნავს წინ, საჯაროდ, ღიად, ტესტორ, რაც ნიშნავს მოწმობას, დადასტურებას, განცხადებას, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ტესტის მოწმე. ამ სიტყვას აქვს ორი მნიშვნელობა ოფიციალურად. პირველი, საჯარო მოწმობა, განცხადება. მეორე, ოფიციალური ან საზეიმო განცხადების გაკეთება. აი რა არის პროტესტი სინამდვილეში? ის არ ნიშნავს ვიღაცასთან დაპირისპირებას. ის ნიშნავს რაღაცის საჯარო თქმას, როცა მე ვამბობ, მე ვარ ქრისტიანი, მე მწამს მამაძე და სულიწმინდა, მე მწამს სულისუკვდავება, მე მწამს წმინდა კათოლიკე ეკლესია. როცა ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე რწმენის აღსარებას, ხო გახსოვთ რომ ქონდა ეკლესიაში პანელებზე გაუშვით და ვთქვით რომ მწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მყრობელი შემოქმედი ხილულისა და ხილავს. ანუ მე როცა ამას ვაკეთებ, მე პროტესტს ვამბობ, ანუ საჯაროდ ვაცხადებ ჩემს რწმენას და ვაღიარებ ჩემს რწმენას. და ეს არ იყო კავშირში ვიღაცასთან დაპირისპირებას. პროტესტანტიზმი დღეს ცნობილია იმით, რომ მარტინ ლუთერი დაუპირისპირდა პაპს. 1517 წლის 31 ოქტომბერს გამოიტანა 90 თეზისი და ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე მიაჭედა და გაასამართლა პაპის სისტემა. ეს არ არის პროტესტანტიზმი. სინამდვილეში პროტესტანტიზმი მომდინარეობს რომელთა წერილის პირველი თავის მე-16-მე-17 მუხლებიდან. თუ გადაშლით ჩემთან ერთად და წაიკითხავთ, წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომაელების პირველი თავი, მე-16-მე-17 მუხლები. ვინაიდან მე არ მცხვენია სახარება, რამე თუ ძალა ღმერთისა არის იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად, პირველად იუდეველისა და ასევე ბერძენისა. მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია, მართალი იცოცხლებს რწმენით დიდება უფალს. მართალი იცოცხლებს ინდულგენციით. მართალი იცოცხლებს რწმენით. რეფორმაცია, პროტესტანტიზმი არ ეხებოდა არც პაპთან და ან ვინმესთან დაპირისპირებას, ეს არ იყო ეს. რეფორმაციის ძირითადი საყრდენი, ეს არის გადარჩენა. ბერძნული სიტყვა სოტერია, რაც ქართულად ითარგმნება როგორც გადარჩენა, ხსნა. რეფორმაციის ძირითადი საყრდენი, გადარჩენა. ხსნის საკითხებთან არის დაკავშირებული. მოდი ავიღოთ ეფესელების მეორე თავის მერვე მეათე მუხლები. მადლით ახართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღმერთის მადლის ნიჭია. ამენ. რას ამბობს წმინდა მოციქული პავლე? რას ამბობს წმინდა მოციქული პავლე? პავლე ამბობს, რომ მადლით ხართ გადარჩენილი. რა არის სიტყვა მადლი? ეს არის ბერძნული სიტყვა ხარის, რაც ქართულად არის სიკეთე. სიკეთე. ღმერთმა იმიტომ კი არ გადაგვარჩინა ჩვენ რომ კარგები ვიყავით ძალიან. ანდა იმიტომ კი არ გამოგვარჩია რომ ჩვენ ყველაზე განათლებულები, ყველაზე ზდილობიანები, ყველაზე შეგნებულები, ყველაზე, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ყველაზე საუკეთესოები ვიყავით. არა, ეს ღმერთის სიკეთე იყო, ღმერთის მადლი იყო. და ღმერთმა თავისი მადლით რწმენის მეშვეობით გუშინაც ვლაპარაკობდით ამაზე. სიტყვა რწმენა, ეს იცი ზოგს გონია, აი გუშინ მქონდა ესეთი საუბრობდით, როცა ერთად ვიყავით. ქრისტემ უთხრა, იწამეო უფალი ესო გადარჩები შენს და შენი სახლეობის. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს? გიფიქრიათ ამაზე? იწამე უფალი ესო და გადარჩები შენს და შენი სახლეულიც. კარგი, მე გადარჩები. თუ ვირწმუნებ, მაგრამ ჩემი სახლეული როგორ გადარჩება? აი ეს რო კარგად გავიგოთ, მოდი დავბრუნდეთ მარკოვის სახარების მე-9 თავის 23 მუხლში. ძველი თარგმანები ამბობს, როცა საწყალი გატანჯული შეპყრობილის მამა მივიდა ქრისტესთან და უთხრა, თუ კი რამე შეგიძლია, თუ კი რამე შეგიძლია გვიხსენი. ქრისტემ რა უთხრა? ძველ თარგმანში წერია, თუ კი რამე შეგიძლია, მორწმუნისათვის შეძლებელია ყველაფერი. იცი, მაგრამ თანამედროვე თარგმანი უფრო სრულყოფს ამ ადგილს, უფრო კარგად არის. იქ არ წერია, თუ კი რამე შეგიძლია. იესო ეუბნება, თუ შეძლებ რო ირწმუნო. თუ შეძლებ რო ირწმუნო. თუ გეყოფა ძალა რო ირწმუნო.
იმიტომ რომ რწმენა აბსტრაქცია კი არ არის, რწმენა მოქმედებაა. რწმენა მოქმედებაა იმის და მიხედვით, რაც გწამს. გასაგებია? აი აბრაამი რატო იყო გამორჩეული? აბრაამზე წერი ეწმუნა აბრაამი ღმერთს და რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ, მაგრამ როგორ ერწმუნა? დაიჯერა და მეტი არაფერი. მე მჯერა. მართლა გწამს? სიტუაციებში ასე მოქმედებ? და თუ ასე არ მოქმედებ, მაშინ კი არ გწამს, გინდა რომ გწამდეს. ეს სხვადასხვა რაღაცაა. მაშინ იცი როგორ ცხოვრობ? მწამს უშველე ჩემს ურწმუნოებას. ზუსტად ეს არის ქრისტემ უთხრა, თუ შეძლებ რო ირწმუნო, მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი. თუ შეძლებ რო ირწმუნო, შენ შეუძლებელი ზღვარს გადალახავ. თუ შეძლებ რო ირწმუნო, ზღვარი წაიშლება, შეუძლებელი აღარ არსებობს. გასაგებია? ზუსტად ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, მადლით ახართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. მე უნდა ვირწმუნო, რომ გადარჩენა ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, ეს მისი სიკეთეა. რომ მე კი არ ვარ კარგი, ის არის კარგი და მან გადაწყვიტა თავისი სიკეთით შეცვალოს ჩემი ცხოვრება. აი ეს არის პროტესტანტიზმის და ეს არის რეფორმაციის საფუძველი. ამაზე დგას ყველაფერი. მე მინდა ასევე წაგიკითხოთ, იყო ასეთი უდიდესი ღვთისმეტყველი პროტესტანტულ ეკლესიაში, ლუთერულ ეკლესიაში, ფილიპ მელანქტონი. მე მინდა მისი ერთი ის წერდა აუგსბურგის რწმენის სიმბოლოს აპოლოგიას და ასეთი რაღაც არის. რა იყო ეს ხუთი პუნქტი არის. პირველი, ცოდვილი, მეორე, გამართლებულია, მესამე, მადლით, მეოთხე, ქრისტეს გამო, მეხუთე, რწმენის მეშვეობით. ცოდვილი, გამართლებულია, ქრისტეს გამო, მადლით, ქრისტეს გამო, რწმენის მეშვეობით. ეს არის საფუძველი, ეს არის სიმბოლო, რომ მე შენ იმიტომ იცი თუ ეკლესიაში ივლი ერთგულად, არა ამას გადარჩენასთან საერთოდ საქმე არ აქვს. ამით ვერ გადარჩები. ეკლესიაში გარაჟში შეიძლება დღეში 100 ჯერ შეხვიდე, ბენზინის სუნი აგივა, მაგრამ მანქანად ვერ გადაიქცევი. მეთანხმებით? ეკლესიაში სიარული არ გახდის ქრისტიანად. ეკლესიაში სიარულით ადამიანი არ ხდება ქრისტიანი. ქრისტიანი რო ვარ უკვე, მითო დავდივარ ეკლესიაში. გასაგებია? მითო რო აქ თანაზიარებაში ვარ ქრისტიანებთან, ღმერთის ოჯახთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ მე მინდა ერთი რაღაცა ვიცოდეთ, მეგობრებო, კარგად ვიცოდეთ ვინ ვართ და სად ვართ. ჩვენ გვჯერა გადარჩენის. მე ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო გუშინ, როცა ეს წავიკითხეთ, გუშინ წინ. როცა ეს წავიკითხეთ, აქ წერია ცოდვილი, გამართლებულია. ცოდვილია გამართლებული. ცოდვილი არ არის გამართლებული. ცოდვილი მკვდარია. ყოფილი ის ცოდვილი იყო, მაგრამ დღეს ეს არ არის. იმიტომ რომ მინდა ყურადღებით ნახოთ, ეს არის მეორე კორინთელების მეხუთე თავის მე-17 მუხლი. წაიკითხეთ. წაიკითხეთ და ნახეთ. ის ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო, ეხლა ყოველივე ახალია. მოდი კიდე ერთი მუხლი მინდა. ეს არის რომაელების წერილის მერვე თავის მესამე მუხლი. რა კი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა სჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილის სხეულის მსგავსებაში და მსჯავრი დადო ცოდვას ხორცში. და ასევე კოლასელთა 3:3. კოლასელთა მესამე თავის მესამე მუხლი, თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. ანუ წმინდა წერილი ამბობს, რომ ცოდვილის გადაკეთება კი არ მოხდა. ცოდვილის გაუმჯობესება კი არ მოხდა, მკვდრის გადაკრასკვა კი არ მოხდა, მკვდრისთვის მაკიაჟი კი არ გაუკეთებიათ, მკვდარი კი არ გაუკეთილშობილებიათ. ჩვენ ხშირად ასე გვესმის. ხშირად ამბობთ, როგორ გამოსწორდი? არ გამოვსწორებულ ვარ. არ გამოვსწორებულ ვარ. არასოდეს არ თქვა, რომ გამოსწორდი. თუ გამოსწორდი, მაშინ ისევ ძველი ხარ. უბრალოდ სხვანაირი ლაპარაკი ისწავლე. გასაგებია? როგორ გამოსწორდი? არ გამოვსწორებულ ვარ. აბა რა, მოუკვდი. კოლასელების 3:3. თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. მე ხშირად მეუბნებიან ხოლმე წარსულზე, ეს რო იყო. მე ის არა ვარ.
მე სრული გაბედულებით ვამბობ, მე ის არა ვარ. იცი რატო? განა არ მახსოვს ის, მახსოვს, მაგრამ ის არა ვარ. იმიტომ რომ მწამს, რომ რომაელების 6:6, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩემი ძველი კაცი. ეს ილუზია კი არ არის, ეს რეალობაა, მე ეს მწამს. იმიტომ რომ თუ შეძლებ რომ ირწმუნო, მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი. თუ შევძლებ რომ ვირწმუნო, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩემი ძველი კაცი, ასე ამბობს უფალი. რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყო ცოდვის მონა. მე ახალი ქმნილება ვარ ქრისტე იესოში. რა თქმა უნდა ინერციით მაქვს რაღაცეები, რომლებიც ყოველ დღე უნდა მოვიშორო, ყოველ დღე უნდა გადავაგდო, რომელზეც ყოველ დღე უნდა ვთქვა უარი, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს, რომ მე მოვკვდი. იმიტომ რომ ქრისტე იესოში ღმერთმა კი არ გამომასწორა, უკეთესი კი არ გამხადა. ერთი პრობლემა არის ჩვენ შორის, რომ ხშირად ჩვენ ლაპარაკს ვსწავლობთ რელიგიური ტერმინოლოგიით, რომელმან, რამე თუ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ მე რაღაც გამოვსწორდი, არა. ადამიანის გამოსწორება შეუძლებელია, მე არ მჯერა გამოსწორების, მაგრამ მე მჯერა ახალი ქმნილების. მე მჯერა ახალი ქმნილების ქრისტე იესოში. და სხვათა შორის ცოტათი ძნელი არის ქართულად გაიგო ის, რასაც ორიგინალური ენა, ბერძნული ენა ამბობს. როცა მეორე კორინთელების მეხუთე თავის მე-17 მუხს ვკითხულობთ, ქართულში თითქოს დასრულებულ ფაქტს ვკითხულობთ, რომ ვინც ქრისტეში ახალი ქმნილებაა, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ მარტო სამ დროს ვიცნობთ. წარსული, აწმყო, მომავალი. გასაგებია, მაგრამ ბერძნული უფრო მდიდარია ამ შემთხვევაში. ინგლისურში რამდენი დროა? 16. როგორ არის 16 დრო როგორ არის? ხო და ბერძნულშიდაც ასევე არის ასეთი ტერმინი აწმყო განგრძობადი. ანუ ეს არის ფაქტი, მაგრამ გრძელდება მთელი ცხოვრება. ის ვინც ქრისტეში ახალი ქმნილება კი არ არის დაწერტილი, არა ეს ყოველ დღე უნდა იყოს. ეს ყოველ დღე შენი სიყვარული ერთი ასეთი საგალობელია, შენი სიყვარული მზეს გავს, ყოველდღიურად ახალია. მზე რომელსაც ხედავ ის ახალია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, იმიტომ რომ შენ რო წეღან შეხვედი და ეხლა შენ სხვა მდინარეში შედიხარ, იმიტომ რომ მდინარე არ დგას. მდინარე გაჩერებული არ არის. გასაგებია, ასე უნდა ვიცოდეთ, რომ ახალი ქმნილება ეს არ არის წერტილი, ახალი ქმნილება ყოველ დღე უნდა იყოს, ეს ყოველ დღე უნდა ხდებოდეს, ეს მუდმივი პროცესია. მე დღეს უნდა ვიცხოვრო ქრისტესთან ერთად როგორც ახალი ქმნილება. იმიტომ რომ ძველმა გამლო, იმიტომ რომ ყოველივე ახალია, იმიტომ რომ ძველი რჩევით გახსოვთ მე მქონდა ეკლესიაში თემა გუშინდელ მანაზე. გუშინდელი მანა ყარს. გუშინდელი მანა გაფუჭებულია. ჩვენ რო შევთანხმდით გუშინის არ მოქმედებს დღეს. ამიტომ კიდე უნდა შევთანხმდეთ ყოველ დღე სიახლეა საჭირო. ღმერთს არ უნდა რომ გუშინდელი მანათი იცხოვრო, მე ვიცი, მე მწამს. ჩვენ ვისწავლეთ. შენ რო ისწავლე, ამით ნუ იცხოვრებ. აბარით უნდა იცხოვრო. ადამიანი ცოცხლობს არა პურით ერთიცა, არამედ ღმერთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. სად არის ეს ღმერთის ბაგე? ეს ღმერთის ბაგე შეიძლება იყოს ბიბლიაში. ეს ღმერთის ბაგე შეიძლება იყოს შენს ლოცვებში, შენს გულში. ეს ღმერთის ბაგე შეიძლება იყოს მქადაგებელში. ეს ღმერთის ბაგე იყოს შეიძლება შენს ლიდერში, ვინც გელაპარაკება. და ხშირად მის გამო რომ ისი არ გითხრა შენ რომ მოგეწონებო და შეგიძლია გაიჭიმო. ამიტომ მოდი ერთი რაღაცა ვიცოდეთ. მე მინდა ვიღაცას კი არ ვუპროტესტო, მე მინდა კარგი გაგებით ვიყო პროტესტანტი. საჯაროდ ვთქვა იმაზე, რასაც წერილი ამბობს ჩემზე. მე მწამს, რომ ღმერთმა თავისი მადლით მე როგორც ძველი კაცი და ცოდვილი მომკლა მასთან ერთად ჯვარზე რომაელების 6:6 და ხელახლა მშვა თუ გავაგრძელებთ ეფესელების მეორე თავი, მოდი ჩემთან ერთად. მინდა რომ ეს მუხლები ზეპირად კი არა სიზმარში რომ ვინმე მკითხრათ გახსოვდეთ, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს ჩვენ იდენტობას, ჩვენ ხვალინდელ დღეს და თქვენ მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით. ანუ წერილი არ ამბობს რომ ჩვენ ახლა ვართ ამ მდგომარეობაში. ძალიან ბევრი ჩვენ ცოდვილები ვართ. თუ თქვენ ფიქრობთ ასე რომ ცოდვილები ხართ, მაშინ ტყუილი ყოფილა ღმერთის სიტყვა თქვენს მიმართ. თუ მე ვფიქრობ რომ ცოდვილი ვარ,
მაშინ ტყუილი ყოფილა ის, რასაც პავლე მოციქული ლაპარაკობს. აქ წერია და თქვენ მკვდრები რომ იყავით, ჩვენ ვიყავით ეს მკვდრები ადრე, სანამდე ქრისტეს არ ვიცნობდით. და თქვენ მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლიდაც ოდესღაც ბუნდოვნად მახსოვს. რომლითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთის ოფლის ჩვეულების მიხედვით, ჰაერში გაბატონებული მთავრის სულის ნებით, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს. და ჩვენ ყველანი მათ შორის ცხოვრობდით, ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისხმებით ვასრულებდით ხორცის და გონების ნებას და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად. მაგრამ მეოთხე მუხლი, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ დანაშაულთა გამომკვდრები გაგვაცოცხლა, დიდება უფალს. გაგვაცოცხლა, მკვდრები კი არ დაგვტოვა, ცოდვილები კი არ დაგვტოვა, გაგვაცოცხლა. ქრისტესთან ერთად მადლით ხართ გადარჩენილები და მკვდრეთით აღგვადგინა. ჩვენ სიკვდილში არ დაუტოვებივართ მას, მან აღგვადგინა და მასთან ერთად ზეცაშიც დაგვსხა ქრისტე იესოში, რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე სახიერები ჩვენდამი ქრისტე იესოში. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, მერე ამბობს პავლე, მერვე მუხლიდან. რწმენის მეშვეობით და არა ეს თქვენგან, არამედ ღმერთის ნიჭია, არა საქმეებით, რათა არავინ დაიკვეხნოს და მერე, მეათე მუხლი. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისათვის. ანუ ეს ნიშნავს, რომ მე კეთილ საქმეებს მითო კი არ ვაკეთებ, რომ გადავრჩე. არა, ამისთვის ვარ შექმნილი. თუ მე ახალი ქმნილება ვარ, კეთილი საქმეები ჩემი ცხოვრების ნაწილია. კეთილი საქმეები ჩემი ბუნებაა. თუ მე ქრისტეში ახალი ქმნილება ვარ, მაშინ მე იცი ჩიტი რო გალობს, გასაოცარი არ არის. აი ბეჰემოტმა რო დაიწყოს გალობა, ეს იქნება გასაოცარი. მეთანხმებით? ძაღლი რო ყებს, ეს არ არის გასაოცარი, მაგრამ შოპენი რო დაუკრას, ეს იქნება გასაოცარი. თუ მე ახალი ქმნილება ვარ, კეთილი საქმეები არც სატრაბახოა და არც ძეგლის დასადგმელი. ეს ჩემი ცხოვრება, ეს ბუნებაა. იცი, როგორც ჩიტი ნისკარტს გახსნის თუ არა და იწყებს გალობას და სასიამოვნოა, ახალი ქმნილება თუ არ, ეს ჩემი ცხოვრებიდან უნდა მოედინებოდეს. ეს ბუნებრივი არის. გასაგებია? მე კი არ მჭირდება, იცი, მთელი არსების დაძაბვა, რომ როგორმე შევძლო და ერთ სიკეთე მაინც გავაკეთო. იცი, ღმერთმა ჩვენ კი არ გაგვასამართლა. ჩვენ ასე ვიქცევით ხშირად, ჩვენ ხშირად ვასამართლებთ. მაგრამ ღმერთმა ჩვენ კი არ გაგვასამართლა. არის ერთი კარგი სიტყვა გუშინ პასტორი ლაპარაკობდა, გაგება. ღმერთმა გაგვიგო, მაშინ როცა არავის არ ესმოდა. მაგრამ ღმერთმა რო გაგვიგო, ჩვენაირი კი არ გახდა. ღმერთმა რო გაგვიგო, კი არ მოგვიწონა, ზოგს ასე ესმის, რომ ღმერთმა რო გამიგო, მან მომიწონა, კარგად აკეთებ. ვიდი გადაგძე განაგძე. ღმერთმა რა უთხრა მარიამს, ეს არის იოანეს მერვე თავი, როცა მოიყვანეს მასთან მარიამი. არ წერია პირდაპირ ეს მარიამი იყო, მაგრამ გადმოცემა ამბობს, რომ ეს მარიამი იყო. მოიყვანეს ქალი, მრუშობაზე წასრებული, რჯულის თანახმად ის უნდა ჩაქოლილიყო. იცით რას ნიშნავდა ჩაქოლილიყო? რა გატკიტკი კი არ უნდა ესროლათ კენჭი. მას ქვებს მანამდე ესროდნენ, სანამდე არ დარწმუნდებოდნენ რომ მოკვდა. და მერე რო დარწმუნებული იყვნენ რომ მოკვდა, ერთი კაცი ესე თავთან დგებოდა, იღებდა დიდქვას და უჭეჭყავდა თავს. ეს ნიშნავდა ამ მას ესელოდებოდა და მოიყვანეს ქრისტესთან და ქრისტეს ეკითხებიან რჯულის თანახმად, წელილის თანახმად, ამას ეს ეკუთვნის, შენ რა სიტყვი? იცავ თუ არა რჯულს? შენ რა სიტყვი? ხო შეეძლო ქრისტეს გაესამართლებია და ქვა ჩაერტყა. ხო შეეძლო. რჯული აძლევდა ამის უფლებას. ჩვენ ხშირად წერილს ვიყენებთ ასე ზუსტად. ხო დაწერილია, ბევრი მეუნება. კი არის დაწერილი, მაგრამ შენთვის არა. კი არის დაწერილი, მაგრამ არა იმიტომ რომ მოკლა. დაწერილი იმიტომ არ არის რომ ვიღაცა მოკლა და ვიღაცა გაასამართლო. ქრისტე დაიხარა და მიწაზე წერდა რაღაცას. მე არ ვიცი, არსად არ წერია რას წერდა. ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს. რას წერდა ქრისტე მიწაზე თითით, არსად არ წერია, ქვიშაზე წერდა რაღაცას. და მე როცა ეუნეოდა რა სიტყვი გითხარი ბოლო კაცო, რა სიტყვი ამ ქალზე რჯულის თანახმად ის უნდა ჩაიქოლოს.
ქრისტეს არ უთქვია რომ მაგას არ შეუწოდავსო. არ უთქვამს რომ გაანებეთ თავი კაცო, მე ასე მინდა რომ გადარჩესო. დღეს რომ აპრავებენ ხოლმე ცოდვას. სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ, ქრისტეს ცოდვა არ გაუპრავებია. ქრისტე დაბლა წერდა და მე უთხრა, ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა ესროლოს მანო. ეს იცით რას ნიშნავდა, ვინც ქვას ისრო და პირველი ქვა მას მოხდებოდა, იმიტომ რომ რჯულში ეწერა თვითონ რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აქვს ცოდვა და არ აქვს შეცდომა. ამიტომ ვერავინ ვერ გაბედა ქვის გასროლა და მე წერია სინდის მხილებულებმაო დაყარეს ქვები და წავიდნენ. წარმოიდგინეთ მარიამის მდგომარეობა როგორ დგას, თვალები დახუჭული და ელოდება როდის მოხდება ქვა და ესმის ქვების ხმა მიწაზე, მაგრამ ქვები არ ხვდება თვითონ. გაახილა თვალები და ხედავს რომ აღარავინ აღარ არის ირგვლივ, მარტო ქრისტე დგას. როცა მარიამა შეხედა ქრისტეს, მიხვდა რომ ეს მის გასასამართლებლად არ იყო იქ. ქრისტე ეკითხება, არავინ დაგდო მსჯავრე? არავინ. რა უთხრა? всё, მოდი მასწავლება როგორ ცხოვრობ, ეგრე მეც ეგრე მინდა ვიცხოვრო. ესე უთხრა? ყოჩაღ რა კარგ რაღაცაებს აკეთებთ. ზოგს ასე ესმის. ქრისტემ რომ მარიამი არ გაასამართლა, გონია რომ მოუწონა. არა, ქრისტეს არ მოუწონებია. ქრისტემ უთხრა, მსჯავრს არ გდებ, იმიტომ რომ მიზეზიც ვიცი, რატომ მოხდა ეს შენ ცხოვრებაში, რომ ეს შემთხვევით არ ყოფილა. მე ვიცი შენი ტირილები, როცა საკუთარი თავი გეზიზღება, როცა ამას აკეთებდი. მესმის. ამიტომ წადი და აღარ სცოდო, რათა უარესი არ დაგემართოს. ეს მოწონება და გაправება კი არ იყო, ეს გადარჩენა და განთავისუფლება იყო. ეს წყალობა იყო. სწორი შენიშვნაა. გადარჩენა, განთავისუფლება და წყალობა იყო. წადი და აღარ სცოდო, რომ უარესი არ დაგემართოს. ადვილია ვიღაცა გაასამართლო, მაგრამ ძალიან რთულია გაუგო და დაეხმარო. ადვილია ვიღაცას ქვა ჩაარტყა თავში, მაგრამ ძალიან რთულია დაეხმარო, დაიცვა, რომ ქვა არასდროს აღარ მოხდეს. იცი ერთი რამე გახსოვდეთ. ჩვენ ღმერთმა ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ, მეგობრებო. ჩვენ ხშირად გადის წლები და გვავიწყდება ის, საიდან აღმოვცენდით. ჩვენ ხშირად ვსწავლობთ სტრუქტურებს, ხშირად შევდივართ პასუხისმგებლობაში, ხვდებით მსახურები, ვიწყებთ ვიღაცის გასამართლებას, მაგრამ გვავიწყდება რამდენი მეპატია მე. გვავიწყდება, რომ ჩვენ იმ ვალს ვერასდროს ვერ გადავიხდიდით, რაც ღმერთმა გვაპატია. რომ გამოგვიყვანა, როცა ვამბობდით ღმერთო იყავ მოწყალე ჩემს მიმართ და მან შვილობის ბეჭედი მოგცა. როცა ვითხოვდით რომ ღმერთო ოღონდ და ცოცხალი ვიყო, მონა ვიქნები მთელი ცხოვრება. მან თქვა რომ ჩააცვით მას სამოსელი. შემუარტყით ოქროს სარტყელი, გაუკეთეთ შვილობის ბეჭედი, დაკალით ნასუქი ხბო, იმიტომ რომ ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა. პროტესტანტიზმი ამ რწმენის ქონა არის. ამ რწმენაზე დგომა არის. რეფორმაცია სწორედ ეს არის, რომ ეკლესია უნდა დაუბრუნდეს აი ამ სტანდარტებს, აი ამ საწყისებს. ეკლესია უნდა დაუბრუნდეს ღმერთის სიტყვას. რომ ეკლესიამ უნდა თქვას, რომ არანაირი მღვდელი, ჩვენ ყველანი მღვდლები ვართ ქრისტე იესოში. ეკლესიამ უნდა თქვას, არანაირი ტრადიცია, ვინაიდან ერთი არის ჩვენი ტრადიცია. ეს არის ახალი აღთქმა. ეს არის წმინდა წერილი. მთელი წერილი ღვთისმსულიერია და სასარგებლოა. სწორედ ეს არის მეგობრებო, რაც ჩვენ გვწამს, ეს არის რაც ჩვენ უნდა გვწამდეს. იცი, მე სრული გაბედულებით ვამბობ, მე კათოლიკე ვარ. სიტყვა კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს. ჩემი რწმენა საყოველთაოა. მე მართლ მადიდებელი ვარ. იმიტომ რომ სიტყვა ორთოდოქსია ქართულ ენაზე ნიშნავს სწორად განდიდებას, მართლად განდიდებას. მე ღმერთს ვადიდებ სწორად წერილის თანახმად. მე ვადიდებ მას ისე როგორც დაწერილია.
ეს ნიშნავს, რომ მე მართლმადიდებელი ვარ. მე ბაპტისტი ვარ. იმიტომ რომ მიღებული მაქვს წყლით ნათლობა, რადგან წმინდა წერილი ამბობს, ყველას ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. დიდება უფალს. მე 50-იანელი ვარ, იმიტომ რომ 50-იანობის დღესასწაული, რაც მოხდა პირველ საუკუნეში პეტრეს დროს, აღსრულდა ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ არც ერთი არ ვარ. მე მინდა ამ დედამიწიდან წავიდე, როგორც ქრისტეს მოწაფე. მოციქულთა საქმის მე-11 თავის 26-ე მუხლი. ანტიოქიაში პირველად ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. რატო? ქრისტეს ხელი ხედავდნენ მასში და დასცინოდნენ. ეს კნინობითი სახელი იყო თავიდან. დასცინოდნენ მაგის გამო. ეგენი ქრისტიანები არიან. დიახ. მე მინდა ვიყო ქრისტიანი. მე მინდა მხვდეს ამ პატივის ღირსად ვიცხოვრო ამ დედამიწაზე, რომ მე ქრისტიანი ვარ. და გამოვაცხადო საჯაროდ და ვთქვა, დიახ, მე ქრისტიანი ვარ. და ამიტომ ვარ პროტესტანტი, პროტესტორ, ვაცხადებ საჯაროდ ჩემი რწმენის შესახებ.